მშვიდობა მეგობრებო, ღვთისწყალობა მოგცეთ ღმერთმა, გამარჯობათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ყველაფერი იქნება კარგად, უკეთესად და უკეთესად. ეს ჩვენი მესამე გადაცემაა ციკლისა ამ ქვეყნიური 64 და გამომდინარე კითხვებიდან, წერილებიდან, შთაბეჭდილებებიდან, გაზიარებებიდან ამ ჩვენი ჩანაწერებისა გვიჩნდება პრიორიტეტები თუ რაზე ვილაპარაკოთ შემდეგ გადაცემაში და უკვე გაჩნდა რამდენიმე კითხვა, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან ძვირფასი ქალბატონისგან, ძალიან ნიჭიერი, მეცნიერი, მე ვიტყოდი ადამიანისგან, რომ არსებობს რამდენიმე დიდი მეცნიერის, უცხოელი მეცნიერის კვლევა, ძიება და დასკვნა, ასე ვთქვათ, რომ ამ ადგილას იყო უკვე აღმოჩენილია ამ ქვეყნიური 64-ის ადგილი, ედემის ბაღის ადგილი და ეს ჩვენთვის უცხო არ არის, როდესაც მე და ჩემი ძვირფასი მეგობარი ამ წიგნის თანაავტორი გიორგი ხვედელიძე დავსხედით, ეს თემა უკვე მიმოხილული გქონდა და აი ჩვენი წიგნის 91 გვერდზე შეტანილიც არის ეს რუკა. მე ამ რუკას რა თქმა უნდა დავდებ კომენტარებშიც, გამოვაქვეყნებ ვიდეოსთან ერთად, სადაც არის 8-9 ყველაზე ცნობილი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში მეცნიერის დასკვნა, შეხედულება თუ სად მდებარეობდა ედემის ბაღი. ზოგადად მანამდე იმას ვიტყვი, რომ კაცობრიობა ხო სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა რაოდენობად იყოფა, მაგალითად, აი ქალები და კაცები, ვთქვათ, მდედრობითი და მამრობითი სქესი, მაგალითისათვის მორწმუნენი და არამორწმუნენი და ასე შემდეგ და მე უკვე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელნიც ფიქრობენ, რომელნიც დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სამყარო, ეს დედამიწა არის ღვთისგან შექმნილი და რომელნიც ეძებენ ამ ქვეყნიურ 64-ს, ეძებენ ედემის ბაღს და მე უკვე მათ შემდეგ ვცემ მათ მოსაზრებას პატივს, რომ არსებობს თითქოს და ევოლუციის თეორია და კიდე მესამე ჯგუფიც არსებობს, რომელნიც კიდე ფიქრობენ, რომ რაღაც უცხო პლანეტიდან არის წამოსული და ინტეგრირებული, ჩამოტანილი აქ სიცოცხლე. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენის გუნდი ვართ, ჩვენის წრე ვართ, ჩვენის საზოგადოება ვართ, რომელნიც ვფიქრობთ და არასოდეს არ გადავალთ და ღმერთმა ნუ გადაგვიყვანოს ამ აზრიდან, ამ შეხედულებიდან, რომ ეს სამყარო დაწყებული galaktikებით, დამთავრებული უმცირესი ნაწილაკებით არის ღვთის შემოქმედება, ღვთის შედევრი და ყველაფერი ეს შექმნილია ადამიანისათვის, ადამიანის დასანახად, ადამიანის საჩუქრად, ადამიანის სამართავად და ასე შემდეგ. და ეს ადამიანები სხვადასხვა წლების, სხვადასხვა ეპოქის მეცნიერები, სხვადასხვა მიმართულების მეცნიერები ზოგადად, მოდით ესე ვთქვათ, ანთავსებენ, პოულობენ, ეძებენ და ლოკალიზაციას ახდენენ ამ ქვეყნიური 64-ისას შუამდინარეთში ან მიმდებარედ. და ზუსტად დღეს იყო ჩემდამი მოწოდებული ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ცოცხალი დღევანდელი მეცნიერი დევიდ როლი, ამერიკაში მცხოვრები ადამიანი, ამბობს, რომ იყო ედემის ბაღი დღევანდელი სპარსეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე, ჩრდილო აღმოსავლეთში, სადაც არის ოლქი ოსტანი მათენაზე, აღმოსავლეთ აზერბაიჯანი. ურმიას ტბა არის ეს და იქ არის დიდი ქალაქი თებრიზი.
აი რუკაზე აქაც განახებთ, აი ურმიას ტბა, რომელიც არის დღევანდელ სპარსეთის, ირანის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში და დევიდ როლი ანთავსებს ამ ქვეყნიურ სამოთხეს აი ამ წერტილში. ასევე არის სხვადასხვა დიდი მეცნიერი, აი მაგალითისათვის თორ ჰეიერდალი, ეს ნორვეგიელი დიდი ადამიანია, 2002 წელს გარდაიცვალა და რა არის ამ ადამიანში დიდი? მე მინდა მასზე გავამახვილო ყურადღება. იგი 1977 წელს იკვლევს და ანთავსებს ამ ქვეყნიურ სამოთხეს დღევანდელ ერიდუში ან ქურნაში. ორი ლოკაცია გააკეთა, რომ ეს ან ერიდუში უნდა ყოფილიყო, ან ქურნაში. წარმოიდგინეთ დღევანდელი ერაყის დედაქალაქის ბაღდადის სამხრეთით არის ეს და დღევანდელი დიდი სახელოვანი ქალაქი ბასრას ჩრდილო დასავლეთით არის ეს ორი უძველესი ანტიკური ქალაქი და რაც შეეხება თურ ჰეიერდალს, იგი გარდაიცვალა აი სულ ახლახანს 2002 წელს და ეს ის ადამიანია, რომელმაც დღევანდელობაში, ასე ვთქვათ, 80-იან წლებში ააგო ხისგან ძველი სტილის გემი კონტიკი და გაემგზავრა ჩილის სანაპიროდან სანტიაგოს სამხრეთით არის ქალაქი ვალპარაისო და აქედან გაემგზავრა 1000-1200 კილომეტრით მოშორებული არის ამ სანაპიროდან აღდგომის კუნძული და ყოველგვარი ნავიგაციის, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მისივე აგებული გემით სახელად კონტიკი ჩავიდა აღდგომის კუნძულზე, სადაც მოგეხსენებათ დიდი მეგალითური ძეგლებია და ამით დაუმტკიცა კაცობრიობას, რომ აი ეს საშუალება იყო, აი ესე ჩავიდოდნენ ის ადამიანები, ვინც ეს ააგეს და ასე შემდეგ. ასევე ეს ადამიანი არის იმით საინტერესო, ვიმეორებ, ნორვეგიელი თურ ჰეიერდალი, რომელმაც ნორვეგიულ საგაში, სკანდინავიურ საგაში აღმოაჩინა, რომ მათი ერთ-ერთი ღვთაება, კაცღმერთი, ოდინი არის წარმოშობით სამხრეთის ზღვებიდან, სამხრეთის ქვეყნიდან, სამხრეთელი კაცია და აქედან არის იგი წასული, ეს არის მათი ეთნარქი, ასე ვთქვათ, ამასთანავე გარდა იმისა, რომ მათი კაცღმერთია და იყო ტალანტი, მოაზროვნე, თეთრი, ლამაზი, წარმოსადეგი ადამიანი და გამომდინარე სახელიდან ოდინი მან დაუწყო კავკასიაში, სადაც მათი სწავლებით, მათი ცოდნით არის კაცობრიობის აკვანი და ეს მართლაც ასეა, ჩვენ ამაში ვწმუნდებით და ნელა-ნელა დავწმუნდებით, კიდევ უფრო გნებავთ ჩვენი წიგნის სიღრმეებში შესვლით და გინდა კაცობრიობა დარწმუნდება ამაში, არის კაცობრიობის აკვანი კავკასიაში. ჩამოვიდა ეს ბატონი, იარა და სულ ბოლო ერთი ნაბიჯი, სულ ბოლო ერთი 100 მეტრი, ასე ვთქვათ, და ბოლო 1 კილომეტრი სხვა მიმართულებით გადადგა და ჩამოვიდა არა საქართველოში, არამედ ჩავიდა აზერბაიჯანის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც მისი ცოდნით, სწავლებით და ასე შემდეგ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ თითქოს და უდინნი. ეს ძველი ალბანური ტომია და ეს საბჭოთა ისტორიოგრაფიის ლაფსუსებია, რა თქმა უნდა, იქ სადაც მან ძებნა დაუწყო ამ ძველ ალბანურ ტომს, იქ ალბანელები არასოდეს არ ცხოვრობდნენ, ეს არის დღევანდელი საინგილო, ეს არის გიშის ეკლესია, ქართული უძველესი, ეს არის აღმოსავლეთ კახეთი. ეს ადამიანი ჯერ ჩაბრძანებული იყო ბაქოში, მერე სუმგაითში, მერე ჩამოვიდა და იქ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღო მონაწილეობა გიშის ეკლესიის მიმდებარედ და სხვათა შორის გიშის ეკლესიის ამ ჩვენი ქართული უძველესი ულამაზესი გიშის ეკლესიის გალავნის გარეთ მისი ძეგლიც დგას. ეს ადამიანი გარდაიცვალა 2002 წელს და მე აი დღეს მწყდება გული, რომ შესაბამისად ეს ადამიანი ხელცარიელი და არა სასურველი მასალით დაბრუნდა ნორვეგიაში
და აჩვენა იქაური გვარტომის წარმომადგენლები, აი სუმგაიტელები, ბაქოელები, შუა ცენტრალური აზერბაიჯანის მცხოვრებნი, იგივე საინგილოს ხალხი და იქაური კულტურა, ენა, თვისებები და ასე შემდეგ აღმოჩენები ჩაიტანა და ძალიან არ მოიწონეს მისი ეს კვლევა, მისი ეს დასკვნა, რომ ნორვეგიელი არის წარმოშობით აი ამ აზერბაიჯანის შუაგულიდან და ნეტავ ეს ადამიანი ჩამოსულიყო სულ რაღაც 1 კილომეტრით, 10 კილომეტრით, 100 კილომეტრით დასავლეთით, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ხომ? იგივე ჩამოსულიყო კახეთში, სადაც მართალ ნამდვილ უდინებს ნახავდა ზინობიანში, ან იგივე თბილისში ჩამოსულიყო და აი მაშინ ნამდვილად აღმოაჩენდა იგივე დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო, მე ამაზე ადრეც ვისაუბრე, ან ოდოია მოესმინა, ან ოდიში ენახა, ან ოდიშვილების გვარი ენახა, ან ქართული ოდა ენახა და ყველა ის ფუძე, ტოპონიმი მოეძებნა, რაც ოდინთან, უდინთან და ოდთან და ოდასთან არის დაკავშირებული. და ამ ადამიანმა, როგორც მოგახსენეთ, მოიარა კავკასია, მაგრამ საქართველოში არ შემოსულა. ეს იყო თურ ჰეიერდალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი მეცნიერი, დიდი სწავლული ნორვეგიელი. ასევე არის არჩიბალდ ჰენრი სეიესი, ძალიან დიდი ადამიანი, ინგლისელი და დიდი ინჟინერი, რომელიც 1880 წელს ერიდუში აფიქსირებს, ანუ 140 წლის წინ, სადაც ერიდუა, იქ აფიქსირებს შუამდინარეთის ქვემო წელში, აფიქსირებს თავის იდეას, თავის აზრს, რომ აქ იყო ედემის ბაღი. ასევე არის დღესაც ცოცხალი ადამიანი იურის ზარინსი, წარმოშობით ლიტველია ეს ადამიანი, ამერიკელი პროფესორია, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელი კუვეიტის აღმოსავლეთით, სამხრეთ აღმოსავლეთით, სპარსეთის ყურეში დაძირული არის ედემის ბაღი, ეგრეთ წოდებული ბაბუინების კუნძულზე და წყალმა დაფარა ეს ადგილი, ანუ ჩაძირულია სპარსეთის ყურეში ძალიან ღრმად და ასე შემდეგ. ეს ადამიანიც ცდება 1987 წელს მოხდა მის მიერ ლოკალიზება სპარსეთის ყურეში, იურის ზარინსი. და რატომ ცდება ეს მერე ვთქვათ, აი ჩვენი გადაცემის შუაში, ასე ვთქვათ. არის ესეთი უდიდესი ადამიანი, სერ უილიამ ვილკოკი, დიდი ინჟინერი, დიდი მეცნიერი, შეიძლება ითქვას საოცრებების ამგები, მან ააშენა განგზე, ინდზე, ნილოსზე, იგივე ევფრატზე დიდი დამბები, დიდი კაშხლები, მან გაასარწყავა დღევანდელი ცენტრალური ერაყი და ის, რასაც მეორე ქალდეა ქვია, სამხრეთის ქალდეა, ბაღდადის მიმდებარე ბაბილონიის ქალდეა, გაასარწყავა, საუბარი არის 15,000 კვადრატულ კილომეტრზე და ასევე სახელოვანია ეს ადამიანი, ჰიინდიას ესეთი სახელწოდება აქვს, ჰიინდიას კაშხალი ააგო ნილოსზე, ეს საოცარი ნაგებობაა, აი ჩაწერეთ ჰიინდიას კაშხალი. შესაბამისად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ანიახში არის ეს არის ცოტა უფრო, ასე ვთქვათ, შუაწელი, ზედანაწილი შუამდინარეთისა, სირია, ერაყის საზღვარზე არის ეს ადგილი. იყო ესეთი დიდი მეცნიერი, ასევე შეიძლება ითქვას ასირიოლოგიის პიონერი, ფრედერიკ დელიში, რომელიც 1891 წელს ანთავსებს დღევანდელი ბაღდადის სულ რაღაც 20-30 კილომეტრის დაშორებით ამ ქვეყნიურ სამოთხეს ედემის ბაღს. ეს არის დიდი ასირიოლოგი, სხვათა შორის ხატმებრძოლი ადამიანიც იყო, სხვათა შორის რაღაც გადახრები ჰქონდა რელიგიისგან და ასე შემდეგ, თუმცა ეს მის მეცნიერულ კვლევებს ასირიოლოგიაში არ აკნინებს, ისიც ცდება.
და რატო ცდება კიდევ ერთხელ ვთქვათ ცოტა უფრო მოგვიანებით. ასევე არის დიდი გამოჩენილი ადამიანი, უფრო ასე ვიტყვი და ერთ-ერთი პროტესტანტული რელიგიის ფუძემდებელი ჯონ კალვინი, იგი კალვინიზმის ფუძემდებელია. მოგეხსენებათ კათოლიკური ეკლესია რომ გაიყო პროტესტანტულ ეკლესიად, მერე პროტესტანტულს გამოეყო კალვინიზმი, დღეს კალვინისტები ცხოვრობენ შვეიცარიაში, ნუ ეს სხვა თემაა და აი ამ კალვინიზმის ფუძემდებელია ჯონ კალვინი. ჯონ კალვინი ფიქრობს, რომ ქურნა არის ესეთი ქალაქი, ეს ის ადგილია, სადაც ერთდება შუამდინარეთის ორი მდინარე, ევფრატი და ტიგროსი და ამ წერტილში ახდენს ლოკალიზებას ამ ქვეყნიური სამოთხისას ეს ადამიანი, როდის წარმოგიდგენიათ 1553 წელს. და ესეთი ავტორები არიან. ეხლა მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ არსებობენ ავტორები, რომლებიც დააბნია იმ სიტყვამ, რომ აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთშია სადღაც ედემის ბაღი საძებნელი და არსებობს ვერსიები, რომელიც ავღანეთისკენ, ინდოეთისკენ, ჰიმალაიში, ტიბეტში ეძებს ამ ქვეყნიურ სამოთხეს ედემის ბაღს. არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამერიკაში, მისისიპიზე და მისურის შესართავთან ეძებენ ჯორჯიასა და ფლორიდას შტატის საზღვარზე. არსებობენ ადამიანები, რომელნიც სოლომონის კუნძულებზე, მარშალის კუნძულებზე და ასე შემდეგ ეძებენ ამ ქვეყნიურ სამოთხეს. საქმე რაში მდგომარეობს? საქმე რაში მდგომარეობს და ჩვენი მიგნების მთავარი წერტილი რაში მდგომარეობს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ ფრაზას, რომელიც არის ცალსახად ხაზგასმული ბიბლიაში, დაბადებაში, მეორე თავში, მერვე მე-14 პუნქტებში, რომ მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა და მიერ განიყოფის 4 თავად. ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვინც ეძებს, იმან უნდა ეძებოს ის წერტილი, სადაც 4 მდინარეს, რომელიმე 4 მდინარეს, თუ ზუსტად თავიდან არ მოვახდენთ ამ მდინარეების იდენტიფიკაციას, რომელიმე 4 მდინარეს უნდა კონდეს რაღაცა ისეთი საერთო, რომელიც აი ლოკალურ ტერიტორიაზე ათავსებს აი ამ მათ სიახლოვეს რა. და რადგან ნახსენებია 4 თავად, ესე იგი სათავეებია მათი ერთად. ზოგი მათ შუაგულებს, შუაწელებს, ზოგი შესართავებს ანთავსებს ერთად. აი მაგალითისათვის იგივე ზარენსი ფიქრობს, რომ 4 მდინარე ჩაედინება ყველა სპარსეთის ყურეში და ამის გამო, აი სადაც მათი შედინებებია ზღვაში, შედინებებია და ძალიან განიერები არიან ეს მდინარეები, იქ ეძებს ქვემოწელში და ყველაფერი რადგან თავიდან იწყება, სათავე უნდა ვეძებოთ და როგორც მოგახსენეთ, ეს სათავე არის გაცილებით მთაში ყოველთვის. როგორ შეიძლება მდინარეს სათავე კონდეს შუაში, ხომ? და ყველა ეს ჩამოთვლილი ავტორი ან ერთ მდინარესთან, ან 2 მდინარესთან მაქსიმუმ ათავსებს და ჩვენ გვაქვს იმისი ღვთისწყალობა, მე ესე ვიტყოდი, რომ ვიპოვეთ 4 მდინარის საერთო. აი შეიძლება ითქვას, რომ უპრობლემოდ შეიძლება, რომ ერთი წყალი მეორე წყალს შეერიოს. ერთი ღრუბლიდან მოსული წვიმა 4-ვე მდინარის კალაპოტში ჩავიდეს. ხო, კარგად ჩამოვაყალიბე და აქვე მინდა კიდე ერთხელ ვთქვა ერთი უმნიშვნელოვანესი რამე. მეორე თავი, მეათე მუხლი. ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა. ანუ ის მდინარე, რომელიც შემდგომ იყოფა 4 ნაწილად, 4 მდინარეთ, იგივე ედემიდან გამოდის. იგივე იმ კუთხიდან, იმ მხარიდან, იმ ქვეყნიდან გამოდის და არა რომელიმე სხვა კუთხიდან. ზოგის რო ეხლა ნილოსი წარმოუდგენია, ნილოსი აგერ სუდანის სამხრეთით იწყება და ალექსანდრიასა და კაიროში ჩადის, ხო? ზოგს რო ასე შემდეგ.
შესაბამისად ეს მდინარე მოსეს არ აქვს სახელდებული. იმიტომ არ აქვს სახელდებული, რომ ეს იყო უსახელო მდინარე მაშინ. პატარა მდინარე, რომელსაც მარტო ერთი, მაგრამ გრანდიოზული ფუნქცია ჰქონდა, ჩემო მეგობრებო და ნათესავებო, ის იყო 64-ის ბაღის მომრწყველი, წარმოგიდგენიათ. და ეს მდინარე არის დღეს არსებული უკვე სახელიანი, მაგრამ ფუნქცია შემცირებული მდინარე შირლის წყალი, შირლი გრეკ თურქულად. და იგი წინა გადაცემაში ვამბობდი, რომ გიაურის მთის დასავლეთი ფერდიდან, აი გურჯი ბოღაზის გასასვლელიდან, ანუ ქართლის ყელის გასასვლელიდან მარცხნივ არსებული მთიდან, ქართველთა მთიდან იღებს სათავეს, ჩამოედინება, ჩამოივლის უჩქილისე კოიუს, რომელიც ქართულად არის ან სამების ეკლესია, ან სამი ეკლესიის სოფელი, ან სამების სოფელი და ჩაედინება აი ამ ტაფობში, საიდანაც უკვე როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, 4 მდინარე გამოედინება. დღეს დანარჩენი დრო ჩვენი საუბრისა დავუთმოთ პირველ მდინარეს. პირველი მდინარე ეს არის ფიშონი. ფიშონი მოდით ახლა ესეთ რაღაცას შეგეკითხებით, რომ პირველად ახლა თქვენ რო არ იცოდეთ ამ მდინარის სახელი და ვიღაცა მაგალითისათვის გინდათ ამ საუკუნეში გინდათ 2, 3, 5, 10, 15, 20 და განსაკუთრებით 33 საუკუნის წინ ამბობს აი ამ სიტყვას ფიშონი, ფშანი, ფშონი რა ასოციაცია დაგეუფლებათ. ალბათ პირველ რიგში გაგვახსენდება სულხან საბასეული უძველესი ქართული სიტყვა ფშანი, წყალნი, ნაკადულნი და ეს ძალიან პოპულარული ქართული სიტყვაა, ხო? და შესაბამისად ფიშონი ესე წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ქართული სიტყვა, რომელიც დაიენის ქვეყანაში, ედემის ქვეყანაში ერქვა ერთ-ერთ მდინარეს, რომელიც გამოედინებოდა ფიშონი, როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, იქ არის სოფელი ფშაკი და იქიდან გამოდიან ფიშონნი, ანუ ნაკადულნი, ფშანნი, ფიშონნი, რომლებიც მიედინებიან და შემოივლიან ქსენოფონტე, რომ აღწერს თავის ანაბასისში ძლიერი ხალიბების ქვეყანას, ესე წამოვა, წარმოიდგინეთ აი ამ ტაფობიდან ჯერ დასავლეთისკენ, მერე ჩავა ქალაქ პაიპერში, რომელსაც დღეს ბაიბურთი ქვია, ფიშონი, მერე მოუვლის ძლიერი ხალიბების რუკას, მხარეს, რომელიც ჩვენ გვაქვს რუკაზე, დადებული და ამ ილუსტრაციას თქვენ ნახავთ ჩვენს გვერდზე. მერე ჩამოდის ქალაქ სპერში, სადაც არის ბაგრატიონთა მამული და მერე უკვე მოედინება, წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთისაკენ. ანუ, როდესაც გიორგი მთაწმინდელი თავის წიგნში, თავის ნათარგმნ დაბადებაში და თავის ნათარგმნ ძველ აღთქმაში ამბობს, რომ ფიშონი გარემოივლის ხალიფთა ქვეყანას, აი სწორედ ეს იგულისხმა, როგორც შეიძლება რომ ძველ აღთქმაში წმინდა წერილში ერთი ფრაზა იყვეს თუნდაც შემთხვევითი, ხო? იგი ამბობს, რომ ხიდეკელი, ანუ ტიგრისი, ჩაუდის აშურს. სწორედაც რომ ჩაუდის აშურს. და რაც შეეხება ფიშონს, იგი ისეთ საოცარ ტრაექტორიებს აკეთებს და ისეთი კალაპოტი აქვს, რომ მთელ ხალიფთა, ჯერ ძლიერ ხალიფთა ქვეყანას შემოუვლის და მერე მთელ ხალიბეთის ქვეყანას ჩამოუდის და ესეთ მიხვევ-მოხვევებს აკეთებს, სანამ ჩამოივლის ჩამოვთვლი ქალაქ პაიპერს, რომელიც ზემო სპერის ქალაქია, ქალაქ სპერს, რომელიც სასპირეთის ქვემო ქალაქია და ბაგრატიონთა მამულის მთავარი ქალაქია, მერე ჩამოივლის ლალელის ციხეს, მერე ჩამოივლის
იუსუფელს, მერე ჩამოივლის ართვინს, რომელიც ართავანია, ჩაუვლის ძალიან ახლოს შატბერდს, ეს საოცარი კალაპოტია. ეს არის ძველი ხალიფთა ქვეყანა, იქ არის სოფელი ერკინის მჭედელთა ქვეყანა და ჩამოდის ართავანში, ართავანი. რა თუნდა ამას დიდი განსაზღვრება, ზუსტად ესე იხსენიებს ამას ბატონიშვილი ვახუშტი თავის ისტორიაში, რომ ეს ართვინი არის ართავანი. მე როგორც მესმის ეს ართივანი პირველი სახლია და პირველი კერა, პირველი ბუდე, პირველი საცხოვრისი. ჩამოივლის ართვინს, ართავანს და მერე ჩამოედინება ისევ წინ გადავალ, ჩამოედინება ქალაქ ბორჩხაში, იმ ქალაქში, სადაც იყო 33 საუკუნის წინ აია. ქალაქი აია, აიეტის ქალაქი, მედეას ქალაქი, სახელოვანი ქალაქი. ჩამოივლის ქალაქ ბორჩხას, შემოდის დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მარადითში, მარადითი, მერე კირნათი, მირვეთი, ჩამოივლის ერგეს და შემოდის ბათუმში. აი ეს მთელი ხეობა არის ხავილას ქვეყანა, ხალიფთა ქვეყანა, ხალიბების ქვეყანა, ქართველთა, ქალდების ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ტაო-კლარჯეთის მთავარი არტერია, შეიძლება ითქვას, საიდანაც განმანათლებლობა წამოვიდა და სადაც იყო დაიენი და როგორ შეიძლება ამის შესახებ არ ცოდნოდა, ღრმა ინფორმაცია არ ქონოდა მოსეს, ამ ყოვლის მცოდნე ადამიანს, ღმერთთან მოსაუბრე ადამიანს, რჯულის დამდებელს და ასე შემდეგ და რაც შეეხება ეხლა უკვე პირველივე ნაბიჯი გადავდგათ იქით. პირველი ჩვენი კითხვა გაჩნდება სიტყვაზე სად არის ოქრო. ერთი სახელი ერთისა ფისონ. ეს არის რომელი გარემოივლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, ანუ ხავილასასა, მუნსა და იგი არის ოქრო. ხოლო ოქრო მის ქვეყნისა კეთილ მუნ არის ანთრაკი და ქვაი იგი კაპოეტი. ნახეთ ორჯერ არის სიტყვა ოქრო ნახსენები, რომ ამ ხალიფთა ქვეყანაშიო არისო ოქრო და ამასთანავე ეს ოქრო არის კეთილიო. კეთილი, ანუ კარგი, დიდებული, განსაკუთრებული. ეხლა ყველა ქვეყანაში მოიძებნება ოქრო, მაგრამ ხო დამეთანხმებით, რომ ჩვენი ოქრო მაინც განსაკუთრებულია ფერით, სინჯით, გარეგნობით და სხვადასხვა ფასეულობებით. ეხლა ოქროს რა ფასეულობები აქვს ჩვენთვის ცნობილია, გნებავთ ტექნიკური და გნებავთ გარეგნული, გნებავთ მატერიალური. წარმოიდგინეთ, რომ აი ამ რო ჩამოცდება ართავანს, ანუ ართვინს, მდინარე ფიშონი, ფიშონი იგივე ფასისი, იგივე აკამფსისი, იგივე ხარფასოსი, იგივე ფოასი, იგივე ჭოროხი, რო ჩამოცდება მდინარე ფიშონი ართავანს, არის სახელგანთქმული, დღესაც მომქმედი და დღესაც ძალიან აქტიურად მომუშავე საბადოები. სადაც ოქრო როგორ მოიპოვება, იცით ბატონებო? გაგახსენდებათ კლონდაიკი, გაგახსენდებათ ალიასკა, გაგახსენდებათ კალიფორნია, სადაც ოქროს მაძიებლები დაიძრნენ მთელი მსოფლიოდან და ოქროს ციებ-ცხელება იყო. წარმოიდგინეთ, რომ მდინარე ჭოროხში 2-3 მდინარე ჩამოდიოდა და ჩამოდის, რომელნიც რეცხავდნენ ქანებს და მდინარე მოაგორებდა და დღესაც მოაგორებს აი ამ პატარა ოქროს ნამცეცებს. იქ სადაც არის შატბერდის ეკლესია, იქ სადაც არის კლარჯეთის ციხე, დღესაც მომქმედი მე რუკებზე მიდევს ეს დღესაც მომქმედი და ოფიციალურად გახსნილი ოქროს საბადოა. არტანუჯის წყლის სამხრეთ ფერდზე, ჭოროხის მარჯვენა ფერდზე, აი ამ სამკუთხედში, სადაც იმერხევ არტანუჯი და ჭოროხი ქმნიან სამკუთხედს. აი ზუსტად აი ამ სამკუთხედშია ერთი დიდებული ოქროს საბადო. მე რომ ჩამოვწდებით ქალაქ ართავანს, მარცხნიდან ჩამოდის მურღულის წყალი. მურღულის წყალი არის საკმაოდ დიდი მდინარე. ჩემი შეხედულებით ეს არის საიანეოსი, ამაზე კიდე მერე ვისაუბროთ. პლინიუსისეულის საიანეოსი.
და მურღულის წყალს, მურღულის ოქროსა და სპილენძის საბადოებიდან მოაქვს საოცარი რაოდენობით და დღეს იქ მომქმედი ოქროს საბადოებია, საყდრისზე დიდი, საყდრისზე გაცილებით დიდი, წარმოიდგინეთ და ჭოროხის მთელი კალაპოტი, წარმოიდგინეთ რომ ოქროთი და ოქროს ნამცეცებით არის სავსე. და ასევე იქ სადაც ჩვენი სახელოვანი გრანდიოზული და უსაყვარლესი ტაძრებია ხანძთა და ოპიზა იმ ტერიტორიაზე, აი ოპიზადან 3-4 კილომეტრში და ხანძთადან 5-6 კილომეტრში, ვინც ნამყოფია ამ მხარეში, არის დღესაც მომქმედი სახელოვანი ოქროს საბადო, სადაც აი თვითნაბადი ოქროები არის თითის სიმსხო და კაკლის სიმსხო და ლობიოს სიმსხო და ხორბლის სიმსხო წარმოიდგინეთ და ჩვენ მიგვესწრება იქ და შეგვიძლია ეს დავათვალიეროთ და ინტერნეტში დევს ამაზე ზღვა მასალა და ბექა და ბეშკენოპიზრები რომ სასწაულებს ქმნიდნენ და უდიდესი ხელოვნები იყვნენ, სადღაც შორს კი არ მიდიოდნენ ოქროს მოსაპოვებლად, იქვე მათი ოპიზადან, ეგენი ოპიზრები არიან, ანუ ოპიზელები, ასე ვთქვათ. იქვე მათი ეკლესიიდან, მათი საცხოვრისიდან, მათი კელიებიდან, მათი მონასტრიდან 5-6 კილომეტრში ოქრო მოიპოვებოდა. და იმდენად მარტივად მოიპოვებოდა, რომ აი გაცრის მეთოდით და გამორეცხვის მეთოდით მოიპოვებოდა ოქრო. ესე იგი ჩვენ ვიპოვეთ პირველი მდინარე, მოვახდინეთ პირველი მდინარის ლოკალიზება, ეს არის ფიშონი, ფაზისი, აკამფსისი, ხარფასოსი, ფოასი, ეს ყველაფერი ჭოროხია, რომელსაც აქვს სათავე ევფრატთან და არაქსთან და ტიგროსის ყოფილ სათავესთან ერთად. ასე რომ თავი უკვე ნაპოვნი გვაქვს და ეხლა თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა მე რამდენჯერმე ვახსენე სიტყვა ფასისი და წინა გადაცემაშიც მე ვახსენე სიტყვა ფასისი და აქვე მინდა ჩამოვთვალო რომ ფასისი ერთი არ იყო იმისთვის რომ ფასისი მე შემდეგ გადაცემაში უკვე სულ ფაზისზე ვისაუბროთ იმისთვის რომ შესაბამისად მდინარემ ფასისობა დაიბრალოს წყაროებში დაწყებული ჰეროდოტედან და გაგრძელებული პროკოფი კესარიელით, სტრაბონით, ფსევდოსკილაქსი კარიანდელით და ძველი გრანდიოზული ავტორებით იმისთვის რომ მდინარემ ფასისობა დაიბრალოს სრული უფლება და ნება და ინდიციები აქვს მდინარე ფასის, რომელსაც ოფიციალურად ძალიან ბევრგან მდინარე ჭოროხს რომელსაც უამრავგან ქვია აკამფასისი, აკამფსისი, ყური დაუგდეთ, აკამფასისი, ხარფასოსი, ფოასი, იგივე როგორც თქვი ფშანი და იგივე როგორც ფიშონი. ნახეთ როგორ გავს ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა და მერე უკვე ჩნდება მოგვიანებით ჭოროხი. ასევე რიონიც ფასისია, რა თქმა უნდა ფასისია და ერთ-ერთი უდიდესი ფასისია, მაგრამ ეს სხვა ფასისია. ეს ის ფასისი არ არის, რომელზედაც საუბრობს პლინიუსი. ეს ის ფასისი არ არის, რომელზედაც საუბრობს სტრაბონი, რომელზედაც საუბრობს პროკოფი კესარიელი ლაზიკის დიდ ომებში. ეს სხვა ფასისია, ეს კოლხეთის დაბლობის ფასისია, რომელიც იწყება რაჭიდან ზოგი სხვათა შორის ამბობს, რომ რიკოთიდან იწყება და რიკოთის უღელტეხილიდან, ზოგი სხვათა შორის ამბობს, რომ გურია იმერეთის მთებიდან იწყება და ხანის წყალია მისი სათავე, ამაზე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული რიონის ანუ ყოფილი ფასისის სათავესად არის. ასევე ფასისობას იბრალებს რამდენადმე მდინარე ყუბანი და ასევე ფასისობას იბრალებს რამდენადმე მდინარე დონიცკი, ანუ ტანიასი. საქმე რაში მდგომარეობს, იცით რომ დევს ესეთი მთავარი არგუმენტი, მთავარი მახასიათებელი ამ მდინარისა, რომ ეს მდინარე ყოფდა ერთმანეთისგან ევროპასა და აზიას. და შესაბამისად, აი ზოგის აზრით, ძველი ავტორების აზრით, ევროპა-აზიის გამყოფი იყო დონი, ზოგის აზრით ყუბანი, ზოგის აზრით რიონი, ზოგის აზრით ასე შემდეგ და კიდე მეხუთე ფასისი. მეხუთე ფასისი უამრავ რუკას ვნახულობთ ჩვენ, სადაც მდინარე არაქსის სათავეში აწერია ფასისი
და ასევე არქმევს მას ქსენოფონტე თავის ხო ანაბასისში ქსენოფონტე არქმევს მდინარე ფასის, რამე თუ ეს ფასიანია, ბასიანია. ფასინლერი არის დღესაც იქ ქალაქი და ფასიანი ქვია ამ მხარესაც და ეს ის ქალაქია, ეს ის ადგილია, ეს ის ველია, სადაც თამარ მეფემ 1204 წელს დაადუღა ლაშქარი რუქნადინისა 400.000-იანი. მშვიდობა, ჯანმრთელობა, გენაცვალეთ.